ნიზლავი დავდოთ. რაზე 2 ლიტრიან ლუდზე მაინც, რომ საქართველოს არასოდეს არ გახდება ევროკავშირის წევრი და არც აწყობს. ანუ 500 ადამიანი ყველა არ დამნაშავე. უნდა დაეჭირათ? სახელმწიფო შეუძლია კანონები ისე მოაწყოს, რომ ავტორიტარიზმი გააკეთოს. მოაწყოს? შენს ქვეყანაში რუსეთს თუ არ მოწონს ხელისუფლება, შეუძლებელია რომ ომს აცდე რა. მე ამ სახელმწიფო შექმნაზე ვომობდი და სისხლს ვიღებდი. ბატონო. ჭრილობა. სამართლიანი სასამართლო თუ გვექნება, აი აქციაზე აღარ გავალ ცხოვრებაში. თბილისი რატო წააგოცნება? ნაციონალების მომხრეებით? არა, ნაციონალების მომხრეები ძალიან ცოტა არის ამ ქვეყანაში. შენისთან ადამიანების გამო წააგო. დამნაშავეები ხარ, ჩვილო. ყველაზე დიდი დანაშაული მსოფლიოში რაც შეიძლება იყოს, არის უდანაშაულო ადამიანის დამნაშავე ცნობა. შენ მეოცნებე ხარ. ჩემთ სავარი არის სტაბილიზაცია, სწორი განვითარება და უსაფრთხოება. აი ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე უკეთეს არჩევანს ნამდვილად ვერ ხედავ საქართველოში, თუმცა არც ოცნების გუნდი არის მარგალიტი ან ნაჩუქარი ან მოვლენა, მაგრამ შედარება არ არის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, იმიტომ რომ ავა თუ კარგად ოცნება პრაქტიკულად მართავს სიტუაციას და პროგრესისკენ მიყავს ქვეყანა. მე არ მგონია რომ ისეთ სახელმწიფო გვაქვს დღეს, სადაც შვილების გაზრდა მოუნდება ძალიან ბევრ ადამიანს და რაც მამა გავხდი, იმის შემდეგ განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი სახელმწიფო მინდა რომ მქონდეს და რაღაცებზე ჩამოყალიბდი, რომ აი ესე და ესე მინდა რომ იყოს. და დღეს რო არ არის ეგ რაღაცები ისე როგორც მე მინდა, ამიტომ მე მგონია რომ ხელისუფლების ოპონენტი უფრო ვარ. სიტყვა პატრიოტიზმი როგორ გესმით? საინტერესო ტერმინია პატრიოტიზმი. ორი ტერმინი აქამდე ვერ გამირკვევია, საქართველოს მოქალაქე და პატრიოტი. პატრიოტს ალბათ სინდისის მიერი მოვალეობები გააჩნია თავის ქვეყნისადმი და არა მარტო იურიდიული. მოქალაქეობა შეიძლება 2 დღის წინ მიიღო და 2 დღის მერე შეიძლება გახვიდე მოქალაქეობიდან. პატრიოტიზმი ეს გენეტიკაშია. ქვეყნის სიყვარული და მე მგონია რომ ჩემს ოპონენტებშიც, ვინც არ მეთანხმება, ძალიან ბევრი პატრიოტი არის, უბრალოდ თავისებურად წარმოუდგენიათ ქვეყნის წინსვლა. წინა ხელისუფლების დროსაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ხელისუფლების მხარეს იყო და უჭერდა მხარს იმ რეპრესიულ მანქანას, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და იძახდნენ, რომ საჭირო არის ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდესო. ხო და მე მგონია, რომ იმ ადამიანებსაც უნდათ, რომ წინ წავიდეს ეს ქვეყანა, უბრალოდ ცოტა სხვანაირად ხედავენ მაგ ყველაფერს და დღესაც ეგ ამბავი არის. ყველა რა თქმა უნდა პატრიოტი არ არის და ზოგი თავის თავზე ზრუნავს. მაგრამ მე მჯერა, რომ იქაც 90% თავის ქვეყნის პატრიოტია, უყვარს ქვეყანა და ჯერა მართლა რასაც აკეთებს. ჩემს სრულიად მისაღები კი არა, აუცილებელი არის დიალოგი. დიალოგი და მხოლოდ დიალოგი. იმიტომ რომ ქვეყანა ერთი გვაქვს, განსხვავებული აზრი ბევრია, მაგრამ ქვეყანას ერთიანობა ჭირდება. ორივე მხარეს ყავს ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი და ძალიან მიჭირს ხოლმე ამ ხალხის დაპირისპირების ყურება. ლაპარაკი მირჩევნია ვნახო ამ ხალხის ლაპარაკი და მე ითომ გამოვიტანო დასკვნა, ვიდრე ვნახო ის თუ როგორ არ ლაპარაკობენ ეს ადამიანები ერთმანეთში. Facebook-იდან შლიან, აი საბჭოთა კავშირში რაც იყო მაგალითად, რომ ცხოვრებიდან რომ შლიდნენ ადამიანებს, ხო, იყო ეგეთი რაღაცა. ფაქტობრივად ეხა აი მაგის პატარა საბჭოთა კავშირი გვაქვს საქართველოში რა, საიდანაც ადამიანები მეორე ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო შლიან ყველაფრიდან და აღარ ეკონტაქტებიან. მონაწილეებს ურიგდებათ 16 ბარათი. თითო ბარათში თითო თემაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები რომელიმე საკითხზე თანხმდებიან, სიმბოლურად ერთმანეთს ყვითელ ან თეთრ ბურთს გადასცემენ. გამარჯობა. გამარჯობათ. თამაზი. მალხაზ. სწორედ თაზ. თქვენ ხართ ჩემი სპარინგ პარტნიორი. კი. ჩვენ ვართ. სასიამოვნო. ასევე სასიამოვნო. მოდით ბატონო მალხაზ თემებს ავრევ და ამოვარჩიოთ მე. ება თქვენია. მაინც ყველა თემა გასავლელია. რომელი თემა მოგწონთ? თქვენ მითხარით
ის თემა. მე ერთადერთი თემა მეც ეგ თემა არ მინდა საერთოდ ეგ თემა იქნება ზამბი გოგესკილის. იმ კაცმა თავი რო დაიწვა. იმიტომ რომ მაგაზე ძალიან მძიმე მე თემაა მგონია რომ მაგაზე ეს სცენი არ უნდა არსებობდეს და შევთანხმდებით რომ ძალიან მძიმე თემაა. უკვე ვთანხმდებით, ეს კარგია. აი ამ ორი თემიდან რომელი გირჩევნიათ? ეს ქართული დღევანდელობა არის მგონია ეს. აი ეს მესამე შეიძლება ეგ იყოს. ეს და იგივე ერთ ხაზში არის. აი ამით დავიწყოთ რა. ჩემთვის ძალიან ესეთი თემა არის. კი ბატონო. ჩვენი არის ქართული ოცნება 12 წლის წინ და დღეს. მე მგონია რომ ქართული ოცნება ბევრად უკეთესი იყო 12 წლის წინ. მე ვიყავი ძალიან გულხორვარი მხარდაჭერი, აქციები არ გამიცდენია არც ერთი, ყველა აქციაზე ვიყავი, ძალიან მაწუხებდა მაშინ. ბევრად მეტი დრო მქონდა, პირველ რიგში ვიტყვი მაგას. დღეს აღარ მაქვს ფიზიკურად მაგდენი დრო, რომ ამდენი რაღაც გავაპროტესტო, მაშინ თითქმის ყველაფერს ვაპროტესტებდი. ქართული ოცნების მოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ქართულ პოლიტიკაში მაშინ და უნდა მოსულიყო ქართული ოცნება. მე არ წარმოვიდგენია სხვანაირად რომ ყოფილიყო და ბევრად დემოკრატიული იყო და ბევრი რაღაცა იგივე გადმოიღო, რაც მაშინ მე მაწუხებდა და მაგაზე მაქვს კონკრეტულად პრობლემა მე ქართულ ოცნებასთან. ბევრი რაღაცა არ შეცვალა. რაც მინდოდა რომ შეცვლილიყო. შეკითხვა შეიძლება? კი. არგუმენტი მითხარით, რატომ მოგწონდათ 2012 წელს საქართველოში ქართული ოცნების პოზიცია? 2012 წელს და რატომ უჭერდით მხარს? ჩემ გარშემო რაც იყო მე ქართული ოცნების დაპირებებს მაშინ დიდად არ ვიცნობდი, როგორც მაშინ ცოტა რო გავიზარდე, მე გადავწყვიტე რომ ცოტა მეტი ჩამეხედა პოლიტიკის შესახებ და გამეგო ვირას პირდებოდა, იმიტომ რომ მაშინ დაპირებებს არ ვიცნობდი. ერთ-ერთი დაპირება რაც ბიზინა ივანიშვილს ჰქონდა იყო რომ რეპრესიული რეჟიმი უნდა მორჩენილიყო, ჩემ გარშემო მაშინ იყო ეს რეპრესიული რეჟიმი, ვერ გამოდიოდით თავისუფლად ხალხი, ვერ ვაპროტესტებდით, გვიჭირდა აზრის თავისუფლად და ღიად დაფიქსირება. 7 ოქტომბერი გაიხსენე და 26 ნოემბერი. 7 ნოემბერს მაგ დაბადების დღე და მაგ აქციაზე ვიყავი. 26 მაისს სამწუხაროდ არ ვიყავი და 26 მაისი არის ყველაზე ბნელი დღე საქართველოს უახლოს ისტორიაში. არაფერი არ შეედრება 26 მაისს, მაგაში დაგეთანხმებით. ვისაც ახსოვს ეგ დღე, უმძიმესი დღე იყო. იპოდრომზეც ვიყავით, იპოდრომზეც 26 მაისს არ ვყოფილ, იპოდრომზე ვიყავი. მე ყველა აქციაზე ვიყავი, ბიზინა ივანიშვილი და მოვიდა თავის დროზე, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო ეს ხელისუფლება, მაგრამ აი რატო იყო შესაძლებელი? ის ხელისუფლება შეკითხვაა. რატო იყო ნაციონალური მოძრაობა შესაძლებელი? დიქტატურა იყო. ხოლოდ დიქტატურა იყო, ავტორიტარული რეჟიმი იყო, თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა. აზრის დიქტატურა. აზრის დიქტატურა, ყველაფრის დიქტატურა იყო. განსაკუთრებით რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც დღეს მაგალითად ამ ხელისუფლებას არ აქვს, მაგაზე ყველა თანხმდება, არის ბიზნესი იყო ტერორში. დღეს შეიძლება ეკონომიკური კრიზისი არსებობდეს და ბიზნესი მაქედან იყოს ტერორში, მაგრამ ბიზნესი მაშინ ძალიან ძლავა ტერორში იყო. თქვენ პროფესიით? პროფესიით ვარ საინვესტიციო ანუ რა სფეროში მოღვაწე? საინვესტიციო კონსულტანტი ვარ, ეხლა ვარ აზარტულ თამაშებში. კარგით, მე მეწარმე ვარ. ანუ მე უფრო მეტად დაინტერესებული ვარ ეკონომიკური ნაწილით და იმ სტაბილურობით, რაც ქვეყანაში, იმიტომ რომ მეწარმე ვარ. პიროვნულად არა, პროფესიულად. თქვენ სიტყვის თავისუფლება, რეპრესიები და ასე შემდგომ ახსენეთ ნაციონალური მოძრაობის. 2008 წელზე არ გაქვთ პროტესტი? ომზე? დიახ. მე რუსეთთან დაკავშირებით, რაზეც გონია რომ აქ პროტესტი, სადღაც უკრაინაზე ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რომ ანუ რაღაც პერიოდები შეიძლება ითმინო და არ დაიწყო ომი, მაგრამ სადღაც ომი მაინც დაიწყება. მე მგონია რომ გამოსავალი რუსეთთან, რუსეთს თუ არ მოწონს შენს ქვეყანაში, რუსეთს თუ არ მოწონს ხელისუფლება, შეუძლებელია რომ ომს აცდე რა. მე ეგრე მიმაჩნია. კეთილი. ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოს ოფიციალურად, ხო? ხო. თარიღი. მაშინ გეკითხებით 2008 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭოში სააკაშვილის რეჟიმი რატო აძლევს თავის დელეგაციას იმის უფლებას რომ რუს სამშვიდობოებს ბჭყალებში კულახმეტოვის ჯგუფს ცხინვალში სამშვიდობოების მანდატს უგრძელებს. 2 თვით ადრე ომის დაწყებამდე. როცა ნახევარი წლით ადრე 58 არმია ჩრდილო კავკასიაში უკვე ატარებდა წვრთნებს, ანუ უჩენიებს და ეს წვრთნები ყოველთვის არის ომის დაწყების წინ ხოლმე, ან რაიმე ოპერაციის დაწყების წინ. როცა ნახევარი წლით ადრე დაზვერვაც არ დაჭირვებია ისე,
გაცხადებული იყო, რომ ემზადებოდა რუსული ნაწილები მეზობლად ქედს გადაღმა რაღაც ოპერაციისთვის 2 თვით ადრე შენ აძლევ დელეგირებას კულახმეტოვის სამშვიდობოებს ჭყალებში და ამ პერიოდში იცი რომ ხდება ოსური მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვაც, სამშვიდობო პირობების დარღვევაც და იცი სამშვიდობოების მანდატი. რომ როცა შენ მიანიჭებ ამ მანდატს უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრის ქვედა ნაყოფს, შენ იქ კენჭისროლის უფლება არ აქვს, არათუ რაკეტების ბრძანების გაცემისა. იყო თუ არა შეგნებულად პროვოცირებული და საბაბი თუ მიზეზი მიცემული რუსულ არმიაზე, რომ დასახმარებლად შემოსულიყო სამშვიდობოების. და ეს სამშვიდობოები იყო ქართული მხრიდანაც ლეგიტიმური. რატო აძლევ ამ ლეგიტიმაციას? აი მას ნაციონალური მოძრაობის პირველი დანაშაული, ყველაზე დიდი სამშობლოს გამყიდველობა და ცხინვალისა და სოხუმის ჩაბარება რუსეთს. ჯერ ამას გავცეთ პასუხი და აქედან ამოდის მერე ოცნების შემდგომი ევოლუცია. მეთანხმებით მაგაში? ნაციონალური მოძრაობა რო კარგი არის ნაციონალური სამშობლოს ღალატში თქვენ ადანაშაულებთ თუ არა ნაციონალურ მოძრაობას? აი აქედან გამომდინარე, რაც არგუმენტები გითხარით. ივნისში აძლევს რუს სამშვიდობოებს ჭყალებში ლეგიტიმაციას, მანდატს უგრძელებს და ორ თვეში არათუ კენჭს არ ისვრის, რაკეტები დაბომბვას პირადად სააკაშვილი აცხადებს, რომ მე გავიცი ბრძანებაო. თუ მეთანხმებით ერთ შარიკი დამიდეთ რა აქ. ძალიან გამიჭირდება ამ პარტიაზე რამე კარგი ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს ეგ პარტია და ეგ ადამიანი კონკრეტულად. რაც შეიძლება, თქვენ შეიძლება მაგაზე უფრო მეტი ცოდნა გქონდეთ და უფრო მეტი არგუმენტი გქონდეს ვიდრე მე ერთ რასაც მოვიშველებ, რომ ეგეს თქვენ არგუმენტად იქნება ფილმი არის მე-4 საუკუნე ამერიკასთან მეგობრობაზე, არ ვიცი აქ თუ არა ნანახი, ქართული ოცნების დეპუტატმა მეზურნეშვილმა გადაიღო ეგ ფილმი, სადაც ერთ-ერთი ელჩი იძახის, რომ ელჩი მოხსნა ამერიკამ 13 თვით 2 თვით ადრე და ეგ პერიოდი ელჩი არ ყავდა ჩვენ, თუ სწორად მახსოვს. ამერიკის ელჩი საქართველოში არ იძახის და ის ელჩი იძახის, რომ ჩვენს პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი ომის დაწყების რამოდენიმეჯერ და კვირაში ერთხელ მიწევდაო რეზიდენციაში ასვლა, რომ დამერწმუნებინაო, რომ არ აყოლა და პროვოკაციასო და მე მგონია, რომ პროვოკაციები რუსეთის მხრიდანაც ბრავლად იყო. რა თქმა უნდა, არ ელოდებოდა. არა, უნდა მოლოდინობა არ ელოდებოდი აგრესორი მეზობლისაგან მაგას. რა თქვა ქალბატონმა მაშინ სახელმწიფო მდივანი, რა გვარი ეს გონდოლიძე რაისმა. ძლივს ვაჩერებდით, ხო? კი, ეგრე იყო ნამდვილად. კეთილი. ტეფტი არის, გავიხსენოთ სააკაშვილის ბიძა ვინ იყო? გადმოგიდებთ. მადლობა. სააკაშვილის ბიძა ვინ იყო? ალასანია, ხო? მე არ მჯერა, რომ ოფიციალური გენერალი საბჭოთა კავშირის დროს, არ ოფიციალური გენერალი ესე არ არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს გაეროში იყო დასაქმებული თუ სწორად მახსოვს, ხო? წარმომადგენელი იყო უშიშროების კგბ-ს გარეშე ადამიანი არ დაინიშნებოდა. კეთილი. რუსეთს რა, აი, შემდეგი შეკითხვა, რომ ოცნებაზე მივიდეთ, მე მინდა რომ ლოგიკურად მივიდეთ და არა ეხა ისეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რადგან თქვენი ორივე თანხმდებით, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო გამყიდველი ხელისუფლება. შევთანხმდით. ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს საგარეო პოლიტიკაზე რო ვილაპარაკოთ. არის თუ არა ისეალური? იდეალური საერთოდ არის რამე? ისე რეალურია. თქვენ საგარეო პოლიტიკაში სრულად ვეთანხმები. საგარეო პოლიტიკა აქ არის, საგარეო პოლიტიკაზე ცალკე ვილაპარაკებთ, მაგრამ მე მაინტერესებს დღეს რამდენი ადამიანი დაიჭირეს მომიტინგე? არ უნდა დაეჭირათ? 500 ადამიანი ყველა დამნაშავე იყო. არ უნდა დაეჭირათ? აბსოლუტურად ყველა დამნაშავე იყო? თქვენ გამოდიოდით პროტესტებზე იმედია, ხო? კი. თქვენ იდექით პედარტების სროლელების გვერდით? თქვენ იდექით მოლოტოვის კოქტეილის სროლელების გვერდით? მოლოტოვის კოქტეილები მანამდეც იყო და მერედაც გამზადებული ჰქონდათ. იმედი არა. თორე ესეთი კონსტრუქციული არ იქნებოდით. სხვა რამეს გეუბნებით მე 500 ადამიანი დაიჭირეს თუ არ მეშლება. ყველა იყო ადმინისტრაციული ზოგი სექსუალიზაცია. ადმინისტრაციულით რაც დაიჭირეს გამოუშვეს. თბილისი მოლთან ეხა ის ეხლანდელზე ამბობთ? მაგისტრალზე რო დაიჭირეს. არა ძალადობრივზე. მაგისტრალის გადაკეტვაზე.
ხო. 4 წლიანს უსჭიდნენ. ანუ მაგისტრალის გადაკეთებაზე ადამიანს 4 წლიანი უნდა მიუსაჯო. უკაცრავად. მე პოლიტიკოსებზე არ ვილაპარაკობ და ჩვენ ადამიანები. ჯარიმები არა 5,000-იანი. ანუ ჯარიმა დაუწერეს ახლა. არა, 20 წლიანი იყო პოლიციელზე. 4 წლიანი. პოლიციელზე ძალადობა, თორე ქუჩის გადაკეთვაზე მარტო არის ადმინისტრაციული ჯარიმა. მაგისტრალის გადაკეთვაზე თბილისის მოლთან რო წავიდნენ, 8 ადამიანი ცალკე გადაუკვალიფიცირეს ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართალი და მაგისტრალის გადაკეთვაზე ანუ რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის გადაკეთვაზე შეფეთქებაზე. ეხლა მართალი ხარ, მტვანი ხარ, მართალი ხარ, ეს რო არ ვითამაშოთ. ერთ რაღაცას გეტყვით, აი ერთ არგუმენტს გეტყვით რა. მე მგონია რომ თქვენ არ გჯერათ რომ 500 ადამიანში ყველა დამნაშავე იყოს. მე მგონია რომ ერთი ყველაზე დიდი დანაშაული მსოფლიოში რაც შეიძლება იყოს, არის უდანაშაულო ადამიანის დამნაშავე ცნობა. მიშას დროს იყო ეგ ძალიან ბევრი რეპრესიულ რეჟიმს მაგიტო ეძახი მიშას. მე მირჩევნია 100 ადამიანში 99 დამნაშავე გარეთ იყოს, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში იყოს. მაგაზე უნდა დამეთანხმოთ. იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მსოფლიო ნახოს. თამაში ხო? კი, თაზო. თაზო ბატონო. მაგით თქვენ გჯერათ კი არა? ვოლტერმა თქვა. ჯობია 10 დამნაშავე გაუშვა, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო. ტოტალიტარიზმმა სტალინმა რა თქვა? ჯობია 10 უდანაშაულო მიყვესო, ვიდრე ერთი დამნაშავე. ჩვენ ხო არ გვინდა მე ტოტალიტარიზმი. აი სხვაობა არის, ასე რომ თქვენი თანხმებით კი არა, ეს სოფლიო და საერთაშორისო ფილოსოფიური რა თქმა უნდა. ხო და აი მაგას გეუბნებით რომ 500 ადამიანში ხო შეუძლებელია რომ ყველა დამნაშავე ყოფილიყო. ვინ არისო დამნაშავე? ქუჩაში როცა შენ ნებართვის გარეშე, ყველა აქცია და ყველა მიტინგზე წინასწარ ხდება განცხადების შეტანა, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის ცვლილებას. წინასწარ ხდება განაცხადის შეტანა. შენ სინჯიაბა და ევროპის აი რომელსაც თქვენ აფანატებთ, ხო? და მე არ ვაფანატებ, ევროპის მე ღირებულებები მომწონს, ღირებულებები, რომლებსაც ძალიან კაი. მე მინდა რომ აი კაი სახელმწიფო მქონდეს რა, ეგ ჩემი მიზანი ეგ არის. აქციაზე თუ გავარ მაგის გამო. კეთილი. ნებისმიერ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში გაბედეს შენ და ქუჩაში 2-3 კაცმა მოძრაობა გადაგედეთ. წინასწარი განცხადების გარეშე, შეთანხმებული და თანხმების გარეშე, რომ ამ ქუჩაზე ჩატარდება აქციები. დაგამტრევენ ცხვირპირს, ხო, პოლიცია. 500 ადამიანიდან ყველა იყო თუ არა დამნაშავე? ანუ მაგას ეგ ჯერათ რომ ყველა 500 ადამიანიდან იყო დამნაშავე? უდარღვევა, ხო, დამნაშავე არის ტერმინი და არის დარღვევა. დარღვევაზე არის ადმინისტრაციული საჯარო. ციხეში ვინც აი ეხლა ციხეში ვინც ზიან აი პატიმრები ვინც არიან 70-80 ადამიანია თუ არ მეშლება შეიძლება ვწდები. მოდით ეხლა ჩვენ ვერ განვიხილავთ. ჩვენ ვერ განვიხილავთ, რა თქმა უნდა. ხო და მე ამჯერად რომ ყველა დამნაშავე არის. უკაცრავ სასამართლოს გარეშე რატო ვაცხადებთ მაგას თქვენ და მე ვაცხადებ იმიტომ რომ ჯერა რომ დამნაშავეა, იმიტომ რომ არგუმენტისა და ფაქტების მზია ბათუმელი, ხო, ბათუმელების რედაქტორი უდანაშაულოა? აი კონკრეტული ავიღოთ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული არგუმენტებით ვისაუბროთ, რომ 500-დან ვინ რა ჩაიდინა, ვინ ისროლა კოქტეილი და ვინ პედარტი და ვინ შემთხვევით მოყვა, ამას ჩვენ ვერ განსაზღვრავთ, ხო, არ ვიცით. აი, ქალბატონი მზეა ავიღოთ. უდანაშაულო იყო? სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ჩემი აზრით. მე მაგის გამო ადამიანს არ დავიჭერე და არ გავუშვებდი. პოლიცია არის თუ არა სახელმწიფო სტრუქტურა? მე არ გავუშვებდი მე არ გავუშვებდი. ეს თქვენ არ გავუშვებდით. მე გეკითხებით, პოლიცია არის თუ არა სახელმწიფო სტრუქტურა? მაგას კი. არის. კონკრეტული პასუხი არის. ანუ სახელმწიფოს წარმოადგენს, ხო, პოლიცია? ადამიანმა მიიღო თუ არა ისეთ დაზიანება მან ადამიანზე არ ალაპარაკე, მუნდირზე ალაპარაკე. ადამიანმა მუნდირზე ალაპარაკე. ბატონო მალხაზ, რა მნიშვნელობა ხალი უნდა გავუშვათ 8 წლის ციხეში? უკაცრავად. თქვენ ეხლა ამორფულ სისტემაზე მელაპარაკებით თუ სახელმწიფოზე? სახელმწიფოს შეუძლია კანონები ისე მოაწყოს, რომ ავტორიტარიზმი გააკეთოს. უკაცრავად. პოლიციელის მოკლაზე ტრამპმა ეხლა დახვრეტა და სიკვდილი დაჟა შემო. პოლიციის მოკლაზე ვლაპარაკო. მოკლა ეს ერთი. პოლიციის მოკლაზე ხო? შეურაცხყოფაზე? შენ გაბედე და სახეში ხელი ადმინისტრაციული. რა, ადმინისტრაციულს მიიღებ? იგივე საქართველოში იგივე ბელგიაში რო აიღო, იგივე ნიდერლანდებში რო აიღო, აი ძალიან დემოკრატიული და ლიბერალური რო უჭირავთ. არ გინახიათ როგორ შლიან დემონსტრანტებს არათუ პოლიციაზე ძალადობა. თქვენი მოგეწონება ჩვენთან როგორ უკაცრავად ზიამ რა ჩაიდინა, იყო თუ არა პოლიციელზე ძალადობა. ადმინისტრაციულად შეიძლება მაგას ჯარიმა დაუწესო. ადმინისტრაციული რაშუაშია. ჯერ დავაზუსტოთ. იყო თუ არა პოლიციელის შეურაცხყოფა და ძალადობა. გამოკაჩვა და მერე სილის გაწონა. გამოკაჩვა იყო თუ არა პოლიციელზე ძალადობა. იყო.
გაწევ გამოწევა იყო რა მაგას გაწევ გამოწევა არა პოლიციელი ერთ რამეს კითხავთ ახლა თქვენი ძახით რომ ანუ თქვენი ძახით როგორც ქართველი რომ ქართველ ანუ მუნდირებს და იმას შევეშვათ რა ადამიანები სახელმწიფო არის მუნდირი ადამიანურ დონეზე მე ადამიანურ დონეზე დამყავს რა მე ანუ უკაცრავად თქვენსა ჩემს შორის იცით რა სხვაობაა მე ამ სახელმწიფო შექმნაზე ვომობდი და სისხლს ვიღებდი კი ბატონო ჭრილობა კი ბატონო მე არ დაუშვებ ხო ისეთმა ფსევდოლიბერალმა როგორც ზია არის და კიდე ბევრი რომელიც თქვენ 500 კაცში მიაწერთ ხო ან ადმინისტრაციულ სხვა ჩემი ახლობლებიც არიან დაჯარიმებულები რომელთანაც ესეც საუბარი მაქვს და სხვათა შორის არც ისინი მოძალადეებს არ უჭერენ მხარს მაგრამ პროტესტი აქვთ მაგაზე ახლა ვეგეტყვით კიდე მე ამ სახელმწიფოს შექმნისთვის ვიბრძოდი პოლიციელისთვის ვიბრძოდი და მის შეურაცხყოფა დანაშაულია სისხლის სამართლის დანაშაულია სახელმწიფო მოდი ესე ვთქვათ მე ჩემ პოზიციას ვამბობ თქვენ პოზიციას არ მეთანხმებით გასაგებია არც ველოდი რომ დამეთანხმებოდით მაგას ვებრძოდი მე კონკრეტულად მაგით ვიყავი აქციებზე რომ პოლიციისთვის სიტყვის შებრუნებაც მაშინ ზუსტად ეგრე იყო საშინელი რავი აი უკაცრავად პოლიციის ფუნქცია რა არის პრევენცია და აღკვეთა და არა დაჟა ნაციონალებმა 7 ნოემბერს და 26 მაისს მოაწყეს დაჟა ტომარაში მოაქციეს გასასვლელი დაუტოვეს ხო ჩაგიდეთ ნაციონალებზე ნაციონალებზე ხო ჩაგიდეთ ის მეორე ჩაგიდეთ რომ ცუდები არიან თუ გინდათ ის არა შევთანხმდით მაგრამ მე სხვაობას გეუბნებით სხვაობას გეუბნებით მეთანხმებით თუ არა 2000-ში ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიციელთა შეურაცხყოფის მიღება იყო უმძიმესი დასჯა უნდა იყოს მე მაგაში ნაციონალების დროსაც და დღესაც მაგრამ მე არ გეუბნებით ჯანმრთელობის ზიანის მიყენებაზე მე გეუბნებით გაწევ გამოწენაზე პოლიციელზე ძალადობა არის დაჟადი აი გავანებო თავ ის დაიჭირეს თქვათ მაგაში ვერ შევთანხმდით და თქვენ ფიქრობთ რომ ყველა დამნაშავეა და ვოლტერის ას არის ზიარებთ მეორე რაღაცა ეხლა პოლიცია აი რამოდენიმე ვიდეო იყო მე არ გეუბნებით ბევრი იყო ალბათ იყო 2-3 ვიდეო პოლიციელებს თქვენ სადაც ძალიან სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს აქამდე ოფიციალურად არც ერთი პოლიციელი არ არის სამსახურიდან გაშვებული მაგის გამო და არც ერთი არ არის დაჭერილი თქვენ როგორ რატომ უნდა გაუშვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ბავში რო დავარდა ის ბიჭი რო იყო 17 წლის ბიჭი რო იყო და ფეხი რო დაარტყა სახეში მაგის გამო გასაშვები არ არის პოლიციელი ვინა პოლიციელი უკაცრავად მაკადრები ჯერ კიდე გასარკვევია რა და როდინდელი და რა არის დასადგენი ავტოხტონებაა დასადგენი თქვენ რატოღა წინასწარ გჯერათ ეს და მე სამი პოლიციელი რო დასახიჩდა და დაიწვა და რამდენმა ტრამვები მიიღო ისინი არ არიან ასაყვანები და დასაჟელები ძალადობა პოლიციელზე ძალადობა ჩვენ შევთანხმდით რაღაცაზე რომ მოძალადე ყველა დასაჟელი არის მაგას შევთანხმდით კი ბატონო შევთანხმდით თქვენ იჯახით უბრალოდ რომ იმ 500 კაცში ყველა მოძალადე იყო და ყველა წესრიგი დაარღვევა მე მაგაში ვერ დაგეთანხმებით და მე ვოლტერის ასვიზიარებ ჩვენ არ თქვენ იცით არც მე ვოლტერის ასვიზიარებ რომ მე მგონია რომ მე მჯერა თქვენ როგორც გჯერათ მაგის მე მჯერა იმის რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო არის უკაცრავად მაგრამ ვოლტერის მიმდევრები არ არიან ერთ-ერთი პრეტენზია რაც მე პირადად მაქვს ოცნებისადმი რომ ის ძალიან ჰუმანურად ექცევა დესტრუქციულ პოლიტიკურ ფსევდოოპოზიციას. ხოშტარია რომელიც რუსულ ხელფასს ღებულობს, შეიძლება გარეთ იდგეს და მოუწოდებდეს ქვეყნის დანგრევისკენ. შეიძლება ვაშაძე დესტრუქციულად მოუწოდებდეს რომელი ვაშაძე? ჭიჭე ვაშაძე დესტრუქციისკენ მოუწოდებდეს დაუჟელად. შეიძლება სხვა მსგავსები აი რომელი პოლიტიკოსი გინახია დაშგალაძე და ასე იშვიათი გამონაკლისების გარდა ირო შეგვირდნენ თავიდან ვიღაცებს დავსჭითო რომელი პოლიტიკოსი გინახია დაშილი ძირითადად ოცნებაში ჩვეულებრივ ხალხს არც ერთი პოლიტიკოსი იშვიათი გამონაკლისების გარდა ისეთ რო არ მე ამ წელს ველოდები რომ დაჟდიან პოლიციაზე თქვენ არ აღიარებთ რომ თქვენ არ გჯერათ უბრალოდ რომ ის ვიდეო ავთენტური არის ყველა აღიარა იქ მე მოდი იცით რა არის ქართული ოცნების პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს არის გამოძიების სფერო ქართული ოცნების პოლიტიკურმა ლიდერებმა აღიარა დასაჟელი უნდა დაისაჯოსო ითქვა ქართულმა ოცნებამაც და თვითონ ეს არის უკვე გამოძიების სფერო ჩვენ შეგვიძლია ერთზე შევთანხმდეთ მარტო ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეზე არის დაჟადი და ძალადობა პოლიციელზე არის დაჟადი ჩვენ აი ეს შეგვიძლია შევთანხმდეთ კარგი მოდი ვთქვათ ესე თუ ის მოძალადე არის გამოძიების თუ ის მოძალადე პოლიციელი არის გარეთ და თუ უნდა გამოიძიონ რა უფლებით ეძახით თქვენ მოძალადეს როცა გამოძიებას არ შეუფასებია მისი საქციელი თქვენ არიცით მანამდე რა მოხდა აქცეულ ადამიანს დაარტყა სახეში უკაცრავად მანამდე რა მოხდა იცით ანუ მე ბავშვი ვინ არის 16 წლის ბიჭი ბავშვია 16 წლის ბიჭი კი არასრულწლოვანი არის იურიდიულად 18 წლის კარგი 18 წლის ბავშვია სრულწლოვანი არის 12 წლის არავინ არ გაულახიათ მე მგონი ხო
18 წლისა არ არის სრულწლოვანი? 18 წლისას ავტომატს ანდობენ და ადამიანის სიცოცხლეს. ბატონო მალხაზ, ანუ თუ არ ვიჭერთ იმ ადამიანებს პოლიციის მხრიდან, ვინც გადაამეტეს და დამნაშავეები არიან, ხო თქვა ოცნება რომ დაიშჭებიან. გაურკვეველ სფეროში მიდიხართ, ახლა იცით რატომ მეკითხავთ, ეს არის გამოძიების სფერო და არა ჩვენი განსასაზღვრელი. ყველაზე ახლა ვინც ციხეში არის, ყველაზე ჯერ სასამართლო არ დამთავრებულა და ყველაზე მიდის და მოდი ხა ორი მხარე არის, იქით არის ერთი მხარე, რომელიც არის დაჭერილი და აქეთ არის ერთი მხარე, რომელზეც ვიზახით რომ შეიძლება დამნაშავე იყოს, მაგრამ დღეს არის ორივე. ციხეში ვინც არიან, იმაზეც ჩვენ თანხმდებით რომ შეიძლება დამნაშავეებიდან და გამოძიება უნდა გამოიძიოს, მაგრამ ესეც ციხეში არიან და პოლიციაში თქვენი ძახით რომ შეიძლება დამნაშავეებიდან, მაგრამ გამოძიება უნდა გამოიძიოს. პოლიციის მხარეს არავინ არ არის ციხეში და აგეზის 80 ადამიანი ციხეში. მაგრამ გამოძიებები და საქმე აღზრდილია. გაუშვან გარეთ. როგორ ფიქრობთ? გაუშვან გარეთ 80 კაცი და ვინც დამნაშავე იქნება, ისინი დაიჭირებიან. ეს არის იურისპრუდენციის სფერო, რომელსაც ჩვენ ორ განსაზღვრავთ. ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, ორივე მხარე ძალადობა არის დაჟადი. კი ბატონო, გეთანხმებით. მაგაში მეთანხმებით. მაგაში ხომ მეთანხმებით. მოდი ეს თემა ამოწუროთ. გეთანხმებით რა ჩემი პრინციპებიც ეგაა. ძალადობა არის თუ ეს არ არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და კანონიერი. ანუ 80 ადამიანი იქით პოლიციელის ფუნქცია არის რა ქვია პოლიციელს მეორენაირად ძალოვანი, ხო? ანუ მან ძალადობა უნდა აღკვეთოს ძალადობით. აი შენ რომ მეორე ძალადობაზე მევლაპარაკები, ახლა მოდი შენობა უკვე დამეგობრდით გონია. დიდი სამ დავლევდი ლუს თქვენთან ერთად თუ გვინოს. გაიხარე, შეგვიძლია გავაგრძელოთ ამის მერე. გამოგერთოთ აუცილებლად. კი ბატონო. ეხლა გეკითხებით, თუ თქვენ აღიარებთ რომ ძალადობა მშვიდობიანი მიტინგის დროს დაჟადია, მეც ვაღიარებ რომ პოლიციელის მხრივ მშვიდობიან მოქალაქეზე ძალადობა დაჟადია, მაგრამ წინ რა უძღოდა არ თქვენ იცით, არც მე ვიცი. როგორ გვერდით ადამიანი მომიკლეს ან დამისახიჩრეს და მე დავინდობ იმას და იმ მომენტს როცა იღებდა მანამდე რა უძღოდა ამას კონტექსტიდან ამოგლეჯვა ქვია მაგას. ამიტომ მოდი ეს თემა ამოვწუროთ, მან ვერ გავარკვევ. ომი ხო არ არის, ეგ არის შემდეგი საკითხი. ომი არ არის ეგ. ომი არ არის, ეს ესა იურისპრუდენციის სფერო ამეთქი. სად არის ეს ქართული ოცნების რეაქცია პროტესტზე, ესეც შემიძლია აქ დავდო, იმიტომ რომ მგონი გავიარეთ. ერთი რაღაცა იყო, რაც მინდოდა. ლეგიტიმაციის საკითხი, აქაც მე მგონია რომ ლეგიტიმაცია ცოტა აქ დავდოთ. აი ამაზე გეტყვით რა ლეგიტიმაცია. პოლარიზაცია შედის ახლა აი მასში ზუსტად ამასთან შემდეგ. მე მგონია რომ მე და თქვენ ვართ კაკრასის ხალხი 90-იანებში ლაპარაკი რომ მორჩა და მე და თქვენაირი ხალხი რომ არ ლაპარაკობდნენ, მაგიტომ დაიწყო ომი და მე და თქვენაირი ადამიანების არსებობა არის იმის გარანტია რომ მე არ დაიწყება. ვემთხოვეთ ერთმანეთს. ნუ ეხლა ისეთ პარტიაზე მე ლაპარაკებით და ისეთ პარტიაზე დამადებინეთ იქ თქვენი ისინი რომ მე ეგ პარტია მეზიზღება სულით და გულით ეხლა და არ მინდა ხოლმე მაგაზე ლაპარაკია. თქვენ რო არსებობთ და მე რო ვარსებობ და ჩვენ რო შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვემოთ მელოდება ძმაკაცი, რომელიც არის ქართული ოცნების სამორჩეველი და რასაც თქვენ ფიქრობთ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ზუსტად მაგას ლაპარაკობ ხოლმე მაგასთან და მე მჯერა რომ სანამ ესეთი ხალხი არსებობენ, ის სამოქალაქო ომი აღარ იქნება. ძალიან ცუდია დღეს რაც ხდება, მაგაში ალბათ დამეთანხმებით, ალბათ დავთანხმდებით და მე მგონია რომ თქვენიაც ეგ არის რომ მოდი ეს ზოგადად და მოკლედ და ბუნდოვანი თქვითენია. ძალიან ცუდია რაც ხდება, რა სფეროში? პოლარიზაციაში. ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება. რა თქმა უნდა, მოდი ორივემ დავდოთ მასში არის კი რომ პოლარიზაციაში ვთანხმდებით რომ ეს არის ცუდი რაღაცა. მე მგონია რომ ყველაზე დიდად ჩემთვის საბჭოთა კავშირი და რუსეთი არის ის, როცა ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ცხოვრებიდან ამოშლი. მე მაგაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არ მგონია, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი თუ არ გესმის და იქითკენ არგუმენტები თუ არ გესმის, მსჯელობა თუ არ შეგიძლია, მშვიდობა არ გექნება ქვეყანაში. კი ბატონო, ლაპარაკი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. ამაზე თანხმდებით შეგვიძლია ეს გადავატრიალოთ ეგრევე, იმიტომ რომ მე მგონია რომ მე და თქვენ რო აგვზივართ და ვლაპარაკობთ უკვე მაგას ხსნას. მე მით უმეტეს 90-იან წლები გავლილი მაქვს. კი ბატონო. ზვიადიზმი და ანტიზვიადიზმი. იქაც კი ვახერხებდით ერთმანეთთან საუბარს. მე აი აქ ცხოვრობ ახლოს და მოხარული ვარო თქვენთან მიწევს აი ესეთ კონსტრუქციულ ადამიანთან საუბარს. რაც ისტორიიდან ვიცი, ჩემი ოჯახის ისტორიიდან ვიცი, ჩემს სახზე ბომბები ეცემა და ჩვეულებრივად გვერდზე. იყო ეგ საშნელება. მთაწმინდელებმა ყველამ გავიარეთ ეგ საშნელება. მე არ გამივიდა ბავშვი. ერთი მხარე გიყავდათ, ხან მეორე მხარე. მეზობლებიც ძალიან ბევრი დაიღუპნენ სროლებში და ასე შემდეგ, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ იმ სამოქალაქო ომთან. საქართველოს ხუდლის შემდეგ ტრამპამდე ცოტა სხვანაირად დავინახავდი, იმიტომ რომ ტრამპის პოლიტიკა ცოტა სხვანაირი მეგონა იქნებოდა. ეხლა ვხედავ რომ ეს თვარობა არ შეიცვლება, დიდი ხანი იქნება ეს თვარობა, ალბათ შემდეგ არჩევნებსაც მოიგებენ. ლეგიტიმაციის საკითხს მინდა აქვე შემოვიტანო და ვთქვა რომ მე მგონია რომ რაღაც დოზით არჩევნები გაყალბდა, მაგრამ 330,000 მეტი აიგო გაერთიანებულ ოპოზიციაზე ოცნებამ და არ მგონია რომ 330,000 გაყალბდა, ალბათ მაგაშიც დამეთანხმებით. ხო მეთანხმებით რომ რაღაც დოზით გაყალბდა.
აბსოლუტურად არაფერში. საარჩევნო კომისიაში მინიმუმ 7 კაცი იყო ოპოზიციური პარტიიდან. საარჩევნო კომისიებში. ერთი იმდენი მაინც იყო სადამკვირვებლო, მასმედიაზე ლაპარაკი აღარ მაქვს. 2 დღე აქვთ სარჩელის შეტანისა საოლქო კომისიაში. არჩევნების დღეს საუბნოში და 2 დღის განმავლობაში საოლქოში და CSK-ში. არც ერთი განცხადება სერიოზული დარღვევისა, რომელიც დაყალბებას შეეხებოდა, არ არის შენატანი. არც ერთი. არის ზოგადი ლაპარაკები, არის ერთმანეთზე დაყრდნობით საუბარი და არც ერთი განაცხადება. დავამთავრებ უკაცრავად. დავამთავრებ. თვით სამართლიანმა არჩევნებმა, ხო? პირველი რაც განცხადება გააკეთა, ჩვენი გამოკითხვაო პარალელურ დათვლებსო, ემთხვევაო შედეგებსო. პირველი 2 დღე ოპოზიცია ზეიმობდა. არა, ეს ეხლა ეწინა არჩევნებზე იყო თუ არა, ეხლა 26-ის არჩევნებში იყო, ზეიმობდა პირველი 2 დღე, სანამ არ მიიღეს მითითება, რომ რასაა, რომ ზეიმობთ, ოცნება გადისო. ოცნებამ თუ გააყალბა, რაღა 54%-მდე გააყალბა, ბარემ 10 ხმასაც დაიმატებდა და გააყალბებდა 10 მანდატს. და მიიღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. რაც უნდოდა კიდეც ოცნებას გამოცხადებული ქონდა, მათი მიზანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. რომ მე ადვილად მიეღო გადაწყვეტილებები, მონოპოლია, მეც არ მომწონს ერთპარტიულობა. არ მომწონს. მრავალპარტიულობა უნდა იყოს, მაგრამ ვინ? ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ერთ-ერთი სოფელში, სადაც ერთ-ერთ ადამიანს დაპირდნენ. აი დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილი არ იქნება, დაპირდნენ, ბავშვი ყავდა ცუდად. თქვენ შვილი ყავთ ხო? 3. მეც 2 შვილი მყავს და ხო იცით გამრავალ ღმერთმა. ასევე ბედნიერება ჯანმრთელობას უსურვებ. ძალიან რთული ამბავია, როცა შენ შვილს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მაგ დროს ძალიან ამიტომ მოისყიდეს და სამანიპულაციო ხარ. კი ბატონო, აი მაგის თქმა, ეგ დარწმუნებული ვარ, იყო, მოხდა ეგეთი ამბავი. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობით ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არის გავლენა. ყიდულობ შენ ხმას ფაქტიურად. მოდი შემდეგი ვთქვათ. ადგილობრივ დონეზე ეთნოუმცირესობებიან რეგიონებში, ხო? იქ გავლენა როგორაა, იცი? ალეევმა რაც უთხრა, ქვემო ქართლმა იმას მისახმა. აი ეს როგორ გინდა ახკვეთო, განწყობა? ვერ ახკვეთავ, მაგრამ საკანონმდებლო დარღვევა არ არის. ადმინისტრაციული რესურსი. აგერ მე უფრო მეც გეუბნები დარღვევების ბჭყალებში. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც 10%-მდე იძლევა ხმების რაოდენობას. რომელიც სახელმწიფო არ აკეთებს და რატო არ უნდა აკეთებდეს? კანონიერ დარღვევა არის? არ არის. არჩევნებზე მოდი შევთანხმდეთ რომ არ თანხმდებით, მე ვიძახი რომ მე არ მჯერა რომ 330 ხმა გაყავდა, მაგრამ მჯერა რომ მინიმუმ 1 ხმა გაყავდა, თქვენ არ ჯერათ რომ 1 ხმა მაინც გაყავდა. მე გეტყვით, გაყალბება, რასაც ქვია, სამართლებრივი ტერმინია, არ მომხდარა. ის რომ დარღვევები იყო და კიდაც პროპაგანდის დროს ადგილობრივი, ლოკალური და მით უმეტეს პროვინციებში დარღვევები იყო, ფაქტია, მაგრამ ეს 2-3%-ს არ ჭარბობს. პროცენტებზე ვარ ვილაპარაკობ. არა, მე ზოგადად ვიცი, საარჩევნო ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსები 10%-ზე მეტი ვერ არის. განწყობა თავისუფლად, აი დარღვევებზე რო იძახით რა ერთ კითხავთ, ანუ რაიონებში თავისუფალი ნებით აძლევენ თუ არა ხალხი ხმას, ყველა რაიონები ზოგადი და ბუნდოვანი ტერმინია. იმიტომ რომ არის რაიონები, სადაც ცალსახად, ზუსტად და დაურღვევლად აძლევენ ხმას და იქ ვერც შავი ძალები და ვერც ფული ვერ მუშაობს. არის რაიონები. არის ისეთი უბნები, მოდი უბნები ვთქვათ, სადაც გავლენები შეიძლება მოხდეს როგორც მაჟორიტარი, ასევე ვიღაცა ავტორიტეტის მიერ. კი, არის უბნები. გეთანხმები. მაგრამ ეს 2-3%-ს არ ჭარბობს. ანუ პროცენტი რატო ვთქვიცი? შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. მოდი ამაზე გადავიდეთ. და კიდე ერთ შეკითხვა მაქვს. აი როგორ შეგიძლია? აი თავარ შეკითხვას გაძლევ. პროტესტი ბევრ საკითხში მეთქი გითხარით კიდეც, რომ ერთად შეიძლება დავდგეთ მე და თქვენ და ოცნებას პროტესტი გამოუცხადოთ, ოღონდ კონსტრუქციულად და არა პედარტებით, ხო? არ ხარის
ცივილური ადამიანი ხარ ბრძანდებით და მაგაზე ხო ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ, დიახ, მაგრამ უბრალოდ რომ ჩვენ ბევრ რამეში პოზიცია, ოცნების საწინააღმდეგო პრეტენზიები გვაქვს და თვითონაც აღიარებენ, მაგრამ საგარეო საკითხებში თვითონ არ აღიარებენ. თვითონ არ აღიარებენ. შიდა საკითხებში როგორ არ აღიარებენ, რამდენიც გინდათ საკითხები არის მისახედიო. კორუფციას აღიარებენ თვითონ? მაპატიე, კორუფციას დამტკიცება უნდა, ეს ერთი დამტკიცება უნდა და განხი კომისია უნდა. მე ერთ-ერთი რატო ვამბობ, რომ ოპოზიცია არის ფსევდოოპოზიცია და რო არ შედიან პარლამენტში, მათ არ აინტერესებთ ქვეყანა, იმიტომ რომ შეიძლება გადამწყვეტი ხმა არ ქონდეთ, მაგრამ რამდენი კომისიის შექმნის საშუალება აქვთ, რომლებიც თუ არსებობს კორუფცია იმის გამოსაძიებლად. რამდენი კონსტრუქციული საპარლამენტო მუშაობის ჩატარება შეუძლიათ, რაზეც ვარ ითქვეს. ანუ როცა იყვნენ რამე კონსტრუქციული ქვეყნის სასარგებლო რამე დადეს, გარდა წითლიძე რო დახტუნავდა და ისა ხოშტარია რაღაც ისულელებს. მე და თქვენ ვარ ვიზდეთ აქ და აი მან რომ მეჯდეს მაგალითად ოპოზიციის წარმომადგენელი, აი ისეთია, ვინც არ ეთანხმება პარლამენტში შესვლას, აი ესე გავცვლიდით, რომ მე დამეთანხმებოდა იმაში, რომ გაყალბდა და არ გაყალბდა და მე არ დამეთანხმებოდა იმაში, რომ ანუ შედეგი შეიცვალო. ეგენი იძახიან, რომ მაგ გაყალბებით შედეგი შეიცვალო. გეთანხმები, რომ მაგას იტყოდა, რომ შეიცვალო. მაგაში არ ვეთანხმები, რატო 2 დღის მერე დაიწყეს ამაზე გამოცხადება და რატო აღიარეს პირველი 2 დღე? ოცნებას თუ ეგრე არ ეშინო და რატო არ გახსნა სიები? სიების გახსნა კანონით არ შეიძლება, ვისი მოთხოვნით, პარტიის მოთხოვნით? კანონი დაიცვა და იმიტომ რა სიები უნდა გახსნას? რამდენი ოლქი და რამდენი უბანი გადაითვალა? ბევრი. სადაც კი რამე შეკითხვა დაისვა, მაგრამ სრულ სიებს გახარიას არ გაუხსნიან. კანონით არ ეკუთვნის. და დავამთავრებ ერთწუთი უკაცრავად არჩევნების შედეგით, ხო? რამდენი ხმას მიიღო? სხვანაირად იყო ეგ სიების გახსნაზე ნათქვამი. სიების გახსნაზე იყო ნათქვამი ესეთი რაღაცა, ადამიანებს რომელსაც ეჭვი აქვთ, რომ მათ მაგივრად ხმა მიცეს, გადაიმოწმებინათ, მათ რეალურად მიცეს თუ არა ხმა თავის პირადობის მოწმობით და სახელი და გვარი. თამაზ ბატონო. აი მაგალითად თქვენი პირადი ნომერი ხო მარტო თქვენ იცით, მე ხო არ უბნები გაიხსნა თუ არა? გაიხსნა. აი როგორც ის Voters.gr არის რა, ეგეთი საიტი, ხო იცით ეგ საიტი. ეგეთი საიტი გაიგეთებინათ, სადაც იგივე Voters.gr ყოფილიყო, სადაც ნახავდა ადამიანი მისი უკაცრავად თვითონ რატო გააკეთებს? ეს ოპოზიციამ თუ დაუდო 2-3 ფაქტი მაინც უკაცრავად ნახეთ. აი პროკურატურაში ხო შეიტანეს მაგაზე გეუბნებით. ბაცო, რამდენ რამეს რა მოუნდება და რამდენ სუბიექტს რა მოუნდება და გააპროტესტებს მასე უკაცრავად, მაგრამ შალვა ნათელაშვილი წინას არ აცხადებს ხოლმე, რომ გაყალბებულია. შალვა ნათელაშვილი საერთოდ კომიკოსი არის. კომიკოსია, გეთანხმებით. ესევე გახარია. მოდით, აი ბევრ რამეს მოინდომებს, რომ მაგრამ კანონის ფარგლებში რაც მოთხოვნილი იქნა, ის უბნები გაიხსნა. ოცნებას რომ იდეალურად გქონდეს არჩევნები ნაკეთები, მაგ უბნებს შიშის გარეშე გახსნიდა. შემდეგი, მოდით ახლა მე არ მithქვია 5 წლის მერე როგორ ხედავ ოცნებას. ეგ მეც ისე ზერელე თქვი. 2 წლის წინ, 3 წლის წინ წამოვიდა ინიციატივა 3+3. ხო? 3 დიდი ქვეყანა, სამხრეთ კავკასიის მეზობელი და 3 შიდა ქვეყანა, ხო? აზერები, სომხები და საქართველო. საქართველოს ვარი თქვა ამ ფორმატზე. დღეს არა, მაგრამ ხვალ დათანხმდება. რატო იცი? რუსეთს მოთხოვნები უკვე სამხრეთ კავკასიისადმი იქნება სხვა. გუშინ უნდა ესა კონტროლი სამხრეთ მიმართულების წინა აზიის დღეს უკვე მას უსაფრთხოებაც ეყოფა. ანუ ნატოს წევრი არ გახდება საქართველოს, საქართველოს მიჟილი აქვს საქართველოს ნეიტრალიტეტი, 5 წლის მერე საქართველოს იქნება ნეიტრალური და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური თანამშრომლობის სტრუქტურაში ჩაწერილი. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, საქართველოს გაბწყინდება. თქვენ რა სახით მაგ ყველაფერს შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანას რო გავხდეთ, ეგ არც უშეთვის არ უნდა იყოს. ევროკავშირის წევრი, მოდით ახლა ნიზლავი დავდოთ. რაზე 2 ლიტრიან ლუდზე მაინც, რომ საქართველოს არასოდეს არ გახდება ევროკავშირის წევრი და არც აწყობს. არასოდეს? არ აწყობს. რატო იცით? თურქეთი რამდენი წევრია კანდიდატია? თურქეთი სხვა შემთხვევაში. რატო ანატოს წევრია? თურქეთი სხვა შემთხვევაში არის ევროკავშირის ეკონომიკურად თურქეთი უფრო ძლიერი შემთხვევა არის. რეგიონში არის ეკონომიკური დომინანტი და ნატოს წევრი. საქართველოს ვინ არის? საქართველოს არის ჭია, ანკეზე წამოცმული ჭია, რომელიც დღეს ჭირდებათ რუსეთის საპროვოცირებოდ, რომ მან ყურადღება გადმოიტანოს სამხრეთით და საქართველოს 3 ჟანგიანი ბომბი ეყოფა. 3+3-ზე რო დავშტეთ იმ ორ ქვეყანას. მაგას შედის ეს, რასაც იმ ორ ქვეყანას
თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი. ჩვენ რუსეთთან ვждები. არა. სამი არის თურქეთი, ირანი, რუსეთი და მეორე სამი არის შიდა წევრები, სომხეთი, აზერები, საქართველო. კი, მაგას გეუბნებით, მაგრამ დიდი ძმა, ესე დავარქვათ, Big Brother ინგლისურად რო არის, დიდი ძმა არის თურქეთი, აზერბაიჯანის. რა მნიშვნელობა აქვს მაგას? როგორ არა აქვს მნიშვნელობა? რა ჩვენი მნიშვნელობა? დიდი ქვეყანა, ჩვენი ინტერესების გამტარებელი, მათ 3+3-ზე არ გვეყოლება. უკაცრავად, აი რატო არის დაკავშირებული ის თემა, რაც მე დავიწყე და თქვენ 3-3-ზე გადამატაინეთ. მე რო გითხარით, რომ საქართველო ჭიად უნდა აი ამ ევროპას, დღეს აი ამ დესტრუქციულ ნაწილს გამოიყენოს და ბალტიკელებს მით უმეტეს, უკრაინას მით უმეტეს, ჭიად, საანკესე ჭიად, რუსეთის პროვოცირებისთვის, რომ როგორც კი შენ საზღვარს დაურღვევ, ბრჭყალებში საზღვარი, რა თქმა უნდა, ცხინვალისკენ გაისეირნეთო, არა? სამი ჟანგიანი რაკეტა გეყოფა ჯვარიწერია დასავლეთ საქართველოს სადმე, იგოეთის გზამულელზე, ხიდზე მეორე, გაწყდა საქართველო და ერთი აქეთ. მეტი აღარ გინდა დაიშალა უკვე ეკონომიკა. სამი რაკეტა გინდა და თუ რუსეთმა სრულად დაგიწყო, რუსეთი ტანკით გავა გიუმრიმდე და აი ამ წალკის ხეობას, რაც მისი ისტორიული ინტერესია, აი ამას აიღებს. ჯარს ჩაგიყენებს, მე თავისი ჭკუის ხელისუფლებას მოიყვანს აქ დასვავს, აი ეს უნდათ. მაშინ უკვე რუსეთი აქ ერთი სამი ჟანგიანი რაკეტით კი არა, რას იზავს თურქეთი? თურქეთი, რომელმაც ლაჭინის ხეობა კი არა, ზანგეზურში რუსული სამშვიდობოები შეავიწროვა და თვითონ ჩააყენა და აზერებს დაეხმარა, რატო? ზანგეზურის ხეობით ერთდება თურქეთი აზერებთან და წარმოიდგინეთ, ეკონომიკური გზა იხსნება. თურქეთი არა, აზერბაიჯანი აზერბაიჯანთან ერთდება. ნახჩივანი ხო, მაგრამ იგივე თურქეთთან ერთდება რა მატარებლი. იქვე არის საზღვართან. ნახჩივანი ქვია ხო მაგას თქოს? ხო, მაგრამ ჩერეს ნახჩევანით ერთდება აზერებთან. ხო, ანუ სამხრეთი ეკონომიკური მაგისტრალი იხსნება. აი ამისთვის ბრძოლა სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური თანამშრომლობა არის საქართველოს და კავკასიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, აი მეორე სამეულის, ერევანის, ბაქოს და თბილისის პერსპექტივა 5 წლის მერე ეს შედგება. იმედია. კეთილი, შემდეგი. ან ასე 5 წლის მერე საქართველოს თქვენ ხედავთ 3+3-ში გაბწყინდება. მეთანხმებით თუ არა? ვერა, ვერ დაგეთანხმებით. მაშინ შეგიძლია. მაგრამ დაგეთანხმებით იმაში, რომ 3+3-ში შეიძლება დავინახო. რა თქმა უნდა, ოღონდ იმის მერე რაც რუსეთი აქ კორიდორს კი არ მოგთხოვს. არამედ უსაფრთხოებას მოგთხოვს, მარტო მაგაში ვერ წამოყვებით, დაგეთანხმებით იმაში, რომ 3+3 საქართველოს მიიღებს მონაწილეობას. თქვენ შეგიძლიათ დამთავრდეთ, მაგრამ მაგას იდეაზე არ აქვს, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება 5 წელიწადში. არა, მაგაში ვერ დაგეთანხმებით. არ იქნება ხელისუფლებაში? რატო იცი? ჩემი ინტერესი რა არის ახლა? მე მეწარმე ვარ. ჩემთვის არის სტაბილიზაცია ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის. მაგრამ დღეს აქტუალურს ხედავ მე ოცნებას. როგორც კი ნაციონალებს, ანუ დესტრუქციულ ძალას მოაცილებს შენ ქვეყანას. თერმოდინამიკის კანონია, ბუნების კანონია. პროცესები მიდის წონასწორობისკენ. აუცილებლად ოცნებას დაჭირდება საპირწონე. რაც მან ნაწილობრივ ხელოვნურად შექმნა უკვე, ხო? ხალხი ძალის მსგავსად თუ რაღაც, მაგრამ განსხვავებული აზრი აქვთ მათ. და წარმოიდგინეთ, როგორც კი ნაციონალები, ანუ ეს ბუა, დესტრუქციული ბუა პასუხისგებაში წავა თუ ჩამოცილდება, რაც თქვენ გაწყობთ და მეც მაწყობს, ხო? ოცნებას ყველას დაგიდებთ ნაციონალურ მოძრაობა და ცუდი რა თამრითო აი ერთად გავცვალოთ თუ გინდათ. ამის მერე ოცნების ამომრჩეველი რას უზავს, იცი ოცნებას, თქვენ წარმოგიდგენთ. მე ისე ამჯერად გეტყვით და რატო ვერ დაგეთანხმებით მაგაში, რომ ოცნება არ იქნება. მე მჯერა, რომ დღეს არის 6 დიდი არხი, 6 დიდი ტელევიზია არის, 3 არის ოპოზიციის მხარეს, 3 არის ქართული ოცნების მხარეს, ასე თუ ისე. და მე არ მჯერა, რომ ნებისმიერი ახალი ძალის გამოჩნდა, ახალი ძალა რამოდენიმე გამოჩნდა, ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი ძალა რამოდენიმე. მათ შორის ერთ-ერთზე სუიზახ ხომ ერთ-ერთი ძალა არის თავისუფლების მოედანი, რომელიც გამოჩნდა. მაგრამ თავისუფლების მოედანი სანამ ლელოს არ შეუერთდა, არანაირი, ანუ ტელევიზიები, არაფერი არ ქონდათ, აი ეგრეთ წოდებული, რავია, პროპაგანდა მათზე არ მუშაობდა. ეხა თქვენ კონსტრუქციულ ძალად მიგაჩნია? ლელოზე მაგაზე შეიძლება შეთანხმდეთ, მაგრამ გეუბნებით უბრალოდ, რომ ნებისმიერი ახალი ძალა რო გამოჩნდეს, ჭირდება ვინმეს რო შეეკრას,
რომ ტელევიზიაში გამოსდეს და ხალხმა მის შესახებ გაიგოს. ხალხი თუ ვერ გაიგებს ახალი ძალის შესახებ, ამორჩეულიც არ ეყოლება და ვერც მთავრობაში ვერ მოვა. თქვენი ძახით იმას, რომ ოცნებას რაღაც ეტაპზე შეიძლება ხალხის ძალა ან რაღაც სხვა ძალა არსებობდეს, როცა დაიშლება ნაციონალური მოძრაობა და ამ ახალ ძალას შემოიტანს როგორც თავის საბრძოლო. მე მგონია, რომ ოცნებას ეხაც კაი საბრძოლო იყოს ნაციონალური მოძრაობა, ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზი რის გამოც არ დაიჯერო. ოცნება ხელისუფლებაში არის ქართული ოცნების გამო. ოცნება ხელისუფლებაში არის ნაციონალური მოძრაობის გამო. არ დაიჯერო. ნახეთ რატო. თბილისი რატო წააგო ოცნებამ? ნაციონალების მომხრეებით? არა, ნაციონალების მომხრე ძალიან ცოტა არის ამ ქვეყანაში. შენისთან ადამიანების გამო წააგო. ოცნების მომხრე განაწყენებული, რომელიც განუდგა ოცნების მომხრე ვიყავ 2012-ში, იმ შემდეგ არ ყოფილი ვარ ფაქტიურად. ხო, მაგას გეუბნები. იმიტომ რომ ამიტომ ხო ჩამოთვალე ახლა. შენისთანება არ მისა ოცნებას ხმა და წააგო. 40% არა, აქაც მოიგო. 40 არა, ჯამური სხვა არის, ჯამური მოიგო აქაც. 50% ვერ შეაგროვა ვერც ერთ უბანში. კი, ჯამური მოიგო ეხლა, პროპორციული არჩევნები არის, გერმანიაში ეგრე არის. მოუგა. უკაცრავად, როცა ოცნება 60% მაინც უნდა აიღო თბილისში, მომხრეები რო არ დაეკარგა შენისთანები. მაშინ 60%-ს აიღებ და სულ ცოტა 70%. მე ძალიან ცუდია რომ ოცნება მე არ მელაპარაკება. გაიხარე, მოდი მასე დავსვათ საკითხი. და მეც დაგეთანხმები, მაგრამ ის პროტესტი რის გამოდაც თქვენ ეხლა მიტინგზე გადიხართ რუსთაველზე, რატო არის ჩემთვის მიუღებელი? თქვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ იმაში უნდა მეთქათ, რომ მან ძალიან ბევრი ჩემნარი, მან 90% არიან ჩემნარი ადამიანები. ჩემი დიშვილებიც გადიან, ახალგაზრდები. კი ბატონო და მაგათ არ ელაპარაკებთ. ხელისუფლება, რომელსაც დღეს აქტუალურობის აღიარებს მაგას მე რომ ჩვენ ახალგაზრდობა დავკარგეთო. ძალიან ბევრი, იგივე პოსტივი ხო ესეთი რადიკალურია, ისიც კი აღიარებს და იქაც ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ახალგაზრდობა დავკარგეთო. პოსტივის სხვათა შორის ერთ-ერთი არქია მგონი, რომელიც აღიარებს, რომ მე პროპაგანდისტული არქი ვარ, სხვა არც ერთი არქი არ აღიარებს მაგას. არა, რატომ ხარე ვარო, იმედმაც თქვა. არა, იმედმაც თქვა ერთხელ ხა იმ ხარე ვარო. შემდეგ გირსთან იყო, ძალიან კაი ინტერვიუ არის რუხაძის თანახი. შიდა საკითხებზე, აი, მანქანა ხო ყავთ? კი. პროსპექტზე რო გადიხარ, სვეტაფორიდან სვეტაფორამდე 200-300 მეტრში, შუქნიშანი რო ინთება. არის თუ არა ქალაქი აწყობილი 80% წითელ ტალღაზე. დეტალურად რას გულისხმობთ? აგენტო თუ არა მწვანე დაძარი, პირველი, მეორე, ან ავტომატმა გადააგდო, მესამეს ვერ ასრებს და უცებ წითელი აგენტო. წითელი ტალღა ქვია ამას. სამჯერ მეტი საწვავი იწვება, ორჯერ არა. პირველ მეორის დროს. სამჯერ მეტი საწვავი, სამჯერ მეტი შენი ფული მიდის, სამჯერ მეტი დრო, სამჯერ მეტი ნერვები, სამჯერ მეტი ბენზომაგნატების შემოსავალი და რაც მთავარია. ხიმილიანი ქალაქი კი არა, მოწამლული ქალაქი გაქვს სამჯერ მეტად. ეკოლოგია ზიანდება. აი მაგ თემაზე გავიდეთ. პროტესტი გამოთქვათ, მაგრამ არა ნაციონალების ორგანიზებულ მიტინგზე. ნაციონალების, ნახეთ რა არის, შენი პროტესტის პოლიტიკური მდგენელი რა არის? რატო არის? ჩემ დიშვილებსაც მეთქი რომ ველაპარაკები, ხო? ამაზე ვეღარ მცემენ პასუხს და ნელ-ნელა უკლებენ მაგა იმას ოპტიმიზმს. ოპტიმიზმი რომ მოკლებული მაქვს, იმაზე მეტყობა რომ 5 წელიწადში ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მეთქი ხელისუფლება რომელიც არ მომწონს ახლა დღეს. პესიმისტი ვინ არიცით? კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი. ხომართალია. აი თქვენ ნელ-ნელა კარგად ინფორმირებული ხდებით. და რატო არის თქვენ პოზიციას აეხლა მე არ უერთდები და ჩემი სტანები კონსერვატორებს რასაც გვიწოდებენ. ამ დროს რეალისტები ვართ. არ უერთდები და მხარს არ უჭერთ. ეხლა მით უმეტეს მიუღებელია არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა, ნუ ეს უკვე ბანდეროლოგობამდეა და გინება არ არის მიღებული. გინება არ არის მიღებული. რო ძალდობა და მაგას მაგრამ ეს არის შედეგი, გინება არის შედეგი რაღაცაზე. და აი თქვენი პოზიცია ავიღოთ. შედეგი ბევრი რაღაც შეიძლება იყოს. თქვენი პოზიცია ავიღოთ. სამოქალაქო ომის შედეგი იყო იმის რა 90-იანები რო გადავატრიალეთ, რომ ხალხი ერთმანეთში არ ლაპარაკობდა. ეხლა ანუ მე როგორი აგრესიაც არ უნდა მქონდეს ოპოზიციას. გამიგიხართ შეკითხვაზე. მითხარით შეკითხვა. შარიკი გაამზადეთ, ან დამიდებთ ან არა. შეკითხვა. რატომ გამოდიხართ ამ აქციაზე პროტესტის გამო, ხო? მაშინ ყველა ქმედებას აქვს თავისი მდგენელები. პოლიტიკური მდგენელი თქვენი მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს. რა არის თქვენი მოთხოვნა? მეორე შეკითხვა და მესამე. პოლიტიკური შედეგი რა იქნება? ანუ რატო გამოდიხარ? რას მოითხოვ და შედეგი რა იქნება? ამაზე მიპასუხეთ.
პოლიტიკური შედეგი თქვენ თავსვე გაეჩით პასუხი. მესამედან დავიწყებ. პოლიტიკური შედეგი ალბათ არ იქნება, მაგის რომ ჯეროდეს არ გეტყვით რომ პესიმისტი ვარ მეთქი. როგორ არ ითხოვთ ის ახალ მე ვითხოვ, იმიტომ რომ გონია რომ პროტესტი ახალ არჩევნებს არ ითხოვთ? მე გითხარით აქ რაც გავცვალეთ, გითხარით რომ ჩემი აზრით, ანუ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა თქო. მე ახალ არჩევნებს ესე პირდაპირ შეიძლება არ ვითხოვდე. მე მგონია რომ ადგილობრივ არჩევნებზე ბევრი რაღაცა შეიძლება. მე მაგალითად ოპოზიციას მოთხოვდი მაგას რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. რომ არაპირებენ მონაწილეობის მიღებას. მე მაინტერესებს მართლა დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, როგორი შედეგი იქნება, იმიტომ რომ მე პესიმისტი იმიტომ ვარ გადასული, რომ ამჯერა რომ განსხვავებული შედეგი იქნება. ამიტომ ახალი არჩევნების მოთხოვას ჩემგან რამდენჯერა აქ ხა აზრი, მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე რაც გითხარით წინაზე. ხო უერთდებით იმიტომ რაზეც ვილაპარაკეთ და ვერ შევთანხმდით მაგ რაღაცაზე ჩვენ არის ის რომ როგორც შეიძლება მე ხალხის გამოშვების გამო ვარ ახლა აქციაზე რა ყველაზე მეტად მინდა რომ გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები. ანუ მე და თქვენ შევთანხმდით ერთ რაღაცაზე მაშინ ახალი არჩევნები პოლიტპატიმრები შესაძლოა თქვენ მითხარით რომ შესაძლოა გამოძიება უნდა დაადგინოს ესენი არიან თუ არა დამნაშავეებიო მე კითხეთ პოლიციაზე თქვენ მითხარით რომ პოლიციაში შესაძლოა ანუ ორი მხარე არის იყვნენ დამნაშავეები და ეგეთ გამოძიება უნდა დაადგინოსო ამ დროს ყავს ხალხი რომლებიც გამოძიებას არ ყავს დადგენილი რომ დამნაშავეებიან აუცილებლად აქ ეჭვი და ჯერჯერობით გამოძიება მიდის რომლებიც არიან ციხეში აქეთ ყავს ადამიანები რომელსაც თქვენც აღიარებთ და ყველა აღიარებს რომ შეიძლება დამნაშავეები უნდა გადაამეტეს და არიან გარეთ მოტივი გასაგებია ორი ორმაგი სტანდარტი გვაქვს პოლიციელებზე და თქვენი მოთხოვნა არის დაპატიმრებულების არაგათავისუფლება არამედ განსჯა გათავისუფლება. არა, ობიექტური განსჯა ვერ იტყვით განთავისუფლებას თუ აპატიეთ ეხლა ის ხო არა ხართ. ყველა მოძალადე დაიჭირა. სააკაშვილის გათავისუფლება რომ მოითხოვა რუთმა თუ რომ ვინ იყო, ხო? თქვენ რა სასამართლო ხართ? რა უფლება გაქვთ? თქვენ შეიძლება მოითხოვოთ სამართლიანი სასამართლო. მეც ვერაფერს ვერ მოითხოვთ. ანუ ჩვენ არ ქვეყანაში ზოგადად აი ეს მოთხოვნაზე მე შეიძლება შემოგიერთდეთ. და შეიძლება მეტი გახდეს დასაჭერი. არ ვიცი, მაგრამ მართლა წაქცეულზე მოძალადე პოლიცია თუ მას წინაპირობა არ ქონია? წინაპირობა რა უნდა ქონდეს? რა ჩაიდინა იმან? რამდენი წლის იყო ლაზარე? 16 წლის, ხო? არასრულწლოვანი იყო ისიც. ეგ სასამართლო მაგ ნანახი თავიდან ბოლომდე და მაგ სასამართლოზე არა, მოლოტოვი რო ისროლა. მერე რო გაჩვენო შენ ლაზარე წაქცეულს რო ურტყავს პოლიციელი იმას იტყვი რომ უდანაშაულოაო თუ არა ნახე რა ჩაიდინა მანამდე აი წაქცეულს რომ პოლიციელი ურტყავს სანამ არ ვნახავთ მოდი ნუ ვიტყვით რომ პოლიციელმა ძალას გადაამეტა მანამდე რა იყო სრულად ვნახოთ ანუ სამართლიანი სასამართლო მოვითხოვოთ შენთანა ვარ მე გეუბნებით იმის გამიხედავთ რომ მე ჩვენ ამის გამო ნაცების მიტინგზე უნდა გახვიდე არა მე იქ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ აი დაიტოვე რო არის იქ მე ვიცი მაგ ადამიანების აზრი და მე დარწმუნებული ვარ მანდ ბევრი ადამიანი ვისაც ნაციონალური მოძრაობა იმაზე მეტად შეიძლება ეზრიებოდეს ვიდრე მე და თქვენ და იმაზე მეტი ზიანი კონდეს მიყენებული ნაციონალურ მოძრაობას მათთვის უბრალოდ იმ ხალხს იქ პატრიოტიზმზე დამუშავეს კითხვა და პატრიოტიზმი ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა გაიგოს მაგრამ იმ ხალხს იქ მგონია რომ ქვეყანა უყვართ მგონია რომ ქვეყანა გონიათ რომ არასწორი მიმართულებით მიდის მაგრამ თქვენ არ გონიათ ეგ და არიან მაგის გაპროტესტებისთვის რომ გონიათ რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა მათთვის ევროპა და ამერიკასთან დაახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგ ღირებულებებზე გაიზარდნენ. ეგ არის მანდ მთავარი, მე მგონია რაზეც შევთანხმდით, რომ არ ელაპარაკება ქართული ოცნება ამ ხალხს, არ ელაპარაკება რატო აკეთებს. არ ელაპარაკება არაფერს. ახალგაზრდები დაკარგული ყავს საერთოდ. კი, თუ აღიარებენ და თუ იცით რომ აღიარებენ, მაგაზე კარგი არაფერი არ არის, მაგრამ მე ესე ლაივში არ მინახია ეხლა ესე რომ ვიღაც ეგიარებინა. გეთანხმებით, რომ დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან თვითონაც აღიარებს მეთქი რომ ურთიერთობა ახალგაზრდობა დაკარგა. კი ბატონო. და მათთან კონტაქტი. ამას გეუბნები ოფიციალურ განცხადებებშიც გამოდიან დეპუტატები ოცნების და ამას აღიარებენ. ახალგაზრდობას ვოლსკიც კი ამას ამბობს. მაგრამ ერთი შეკითხვა, რომელზეც ახლა თქვენ უნდა დამეთანხმოთ. ის პოზიციები, რაშიც, ანუ სამართლიანი სასამართლო მოთხოვნა თქვენი დადის აი აქამდე და არა ის რომ გათავისუფლდეს. არავინ არ გეკითხებათ, არც თქვენ, არც მე გათავისუფლდეს თუ არა. მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მოთხოვნის უფლება გვაქვს. აი ამაში უნდა დამეთანხმოთ, რომ შესაძლებელია არა მარტო ეს ლოზუნგი, არამედ აი იმ ადამიანებთან დგომა, რომელთანაც თქვენ არ გსიამოვნებთ და შედეგი ღმერთმან უკნას, რომ გამოიღოს ამ პროტესტმა, თქვენ ისევ ჩაიფარცხებით და პოლიტიკური მდგენელი მოვა გვარამიას სახით, ჭიჭე ვაშაძის სახით და თქვენ გამოგივათ მათთვის ნაომი და თქვენ
გამოდიხართ მაშინ თქვენ არ გეხებათ უშუალოდ არც ტერმინად მინდა ისა ვქნა, მაგრამ ძალიან ბევრი უმრავლესობა, რასაც სპეცსამსახურები ეძახიან სასარგებლო იდიოტებს. მე არ ვიცი ხა რომლებმაც შავი სამუშაო შეასრულეს და გვარამია და თქვენ ალბათ ვაშაძე გაიყვანეს. თქვენ ალბათ გულისხმობთ იმ ხალხს, ვინც პედაპედადები ისროლა და არა, ეგ დამნაშავეები კრიმინალები. აი მშვიდობიან, ძალიან ბევრი მყავს, მეგობრებიც მეთქი. ძალიან განათლებული ხალხი. რომელსაც ვეუბნები, კი ბატონო, ერთად გავვიდეთ პროტესტზე, მაგრამ ნაცების გვერდით არა, მათ მოწყობილ ტალღაზე არა. დღეს პოლიტიკური მდგენელი ჩამოვაცილოთ პროტესტს და ხვალზე ხო გეუბნებით, აგერ მოწამლული თბილისი გვიდევს. არა, საპროტესტო. მე ვიცნობ ერთ-ერთ ორგანიზატორს აქციებისას და მე უბრალოდ გეტყვით, რომ ანუ ჩემზე და თქვენზე მეტად შეიძლება ეზრებოდეთ ნაციონალური მოძრაობა. ეხა იქ მეორე რატომ იკეთებს ამას, როცა ხოშტარი ამბობს, რომ ყველა ამ ქმედებაზე პასუხისგებელი ჩვენ ვართო. როცა ვაშაძე ამბობს და გვერდით თავში ვაშაძე მოუძღვის და ბოლოს თქვენ მოდიხართ. არა ხართ თქვენ ამ პროცესის მონაწილე? დამნაშავეები ხართ, შვილო. დამნაშავეები ხართ. იმიტომ რომ თქვენი ძალიან ისე ბავშვური, ალტრუისტული მოთხოვნით სამართლიანი სასამართლოსი და ისიც არ იცით რა მოითხოვოთ. გამოუშვით, ვინ გეკითხება გამოშვებას? სამართლიანი სასამართლო შეიძლება მოითხოვო და ვის რომელი პროცესის უკან აცხადებ, იმათან არა ვარ, იმათან ახარ და იმათ საქმეს აკეთებ. აი ესა თქვენი დანაშაული. დამეთანხმე ხო და დადევია. მეორე დადაგინახო მიტინგზე. მაგას ვერ დაგეთანხმებით. ის რომ სამართლიანი სასამართლო უნდა მოითხოვო და არა გამოუშვით, ამაში მაინც მეთანხმები? კი ბატონო. დადევი. სამართლის სასამართლო გვაქვს? დადევი ახლა. მოითხოვო, ერთწუთი მოითხოვო, ერთია. სამართლიანი სასამართლო. გაქვს თუ არა მეორეა? გაქვს თუ არა შვილო, მე ფიზიკოსი ვარ და მიჩვეული ვარ ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესია მაქვს. ეს ამიტომ, ამის გამო და შედეგი ეს. შენ მეოცნებე ხარ. როგორ? მეოცნებე ხარ. გინდა მე კითხვას ვიღაცა ორივე უნდა წავიდეს. აი აი პოზიციას გეტყვით. ოცნებას და ნაცებიც უნდა წავიდნენ და უნდა მოვიდეს ჟამთელი ძალა. ბაზალეთის ტბა გადაკექეს და ვერ იპოვეს ის ბავშვი. კამერაში გავიხედები, სამართლიანი სასამართლო თუ გვექნება ამ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლო რაც არ გვაქვს დღეს, შეიძლება არ დამეთანხმოთ, თუ გვექნება, აი აქციაზე აღარ გავალ ცხოვრებაში. მოსამართლეები და სამართლიანი სასამართლო მქონდეს და ცხოვრებაში აქციაზე აღარ გავალ. სხვა სურვილი არ მაქვს. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის სამართლიანი სასამართლო. სხვა მე არანაირი სურვილი არ მაქვს. აი დაგიდებთ მაგას, რომ ეგ მოთხოვნა მაქვს. მე არ მჯერა რომ დღეს სამართლიანი სასამართლო გვაქვს. სახელმწიფო არის სამი შტო. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, ხომ? მეოთხე არის ქალბატონი მედია. ხომ? მასმედია. მეოთხე არაოფიციალური. ბატონი, ქალბატონი, არა, მასმედია დედრობითია. ხო და ვიბრძოლოთ, შვილო. ვიბრძოლოთ სამართლიანი სახელმწიფოსთვის და არა ფარღალალა სახელმწიფოსთვის, რომელსაც რუთი და ესენი შოლცი და ამათ შეუულია ჩაერიონ მიტინგებში და გიკონტროლონ, ვერ უნდა გაგიბედონ. ვიბრძოლოთ, ქვეყანა საბრძოლოა. ომზე მეტად შვიდობიანი ბრძოლა არის, რთული და ამას პროფესიონალიზმი უნდა. ემოცია გაქვს წინ და ჩემმა თაობამ, რომელმაც ომი გაიარდა, ჩემი თაობა პასუხისგებელია. შენი თაობა არ არის პასუხისგებელი. თქვენ მითხარით, რომ პასუხისგებლობის აღება არ უყვარსო თქვენ თაობასო, შეიძლება სხვას არ უყვარდეს, მე პირადად გეტყვისო, თქვენ თუ ჩათვლით, რომ რეპრესიული ძალები მოვიდნენ ჩემი აქციაზე გამოსვლის გამო, ან მოვიდა ისეთი ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, მე თქვენთან ერთად პირველი დავდგები გვერდზე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს რაღაც ისე გაკეთება, რაზე პასუხობაც არ ავიღებ. თუ ჩემ გამო მოვიდა ვიღაცა ისეთი, ვინც უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა, მე მაგ უდანაშაულო ადამიანის დასაცავად ყოველთვის გამოვალ გარეთ რა. მე მაგას იმიტომ გეუბნებით, რომ მე შეიძლება ეხა პასუხისგებლობის აღება ანუ სახში დაждდომას არ ქვია რა მე ეგრე მგონია შეიძლება ვიღაცა მოვიდეს შემ გამო მე მგონია რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ და 0.0001% მიმიზღვის წილი იმაში რომ ქართული ოცნება დღეს ხელისუფლებაში რა თქმა უნდა ბიზინა ივანიშვილის წილი ბევრად დიდი არის იმიტომ რომ მაკაცმა შეკრა მაშინ ყველაფერი რაც იყო მაკაც ქვეყანა გადაარჩინა მაკაც გარშე არ გადმოვიდა დაგეთანხმებით იმ მომენტში ქვეყანა გადაარჩინა მაგაში დაგეთანხმებით დაგიდებთ აი ამას რომ იმ მომენტში ვარ მოსულიყო ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის მე და ჩემი ბევრი მეგობარი გადაარჩინა მაშინ
უბრალოდ მე რო დღეს პასუხისმგებლობის წილი ნამდვილად არ მაქვს იმაზე, იმიტომ რომ მაშინ მოსასვლელი იყო, დღესაც მგონია რომ მრავალპარტიული პარლამენტი მინდა, მე პირადად მგონია რომ მრავალპარტიულ პარლამენტს ვიმსახურებთ ჩვენ ხალხი. იქ ნაციონალურ მოძრაობასაც თავისი ამორჩეველი ყავს. გინდათ არ გინდათ იქიდან შეკეთეთ. მე არ ვარ მათი ამორჩეველი, მაგრამ ყავს თავისი ამორჩეველი. უნდა იყოს პარლამენტში მაგათ ხმა უნდა ისმოდეს. მათ შორის მე მყავს მეგობრები და მე მგონია რომ 6-7% არის დღეს ხალხი, რომელსაც ნეიტრალიტეტს უჭერს ხაზს და რუსეთთან მეგობრობა უნდა. მახალხის პარტიაც უნდა იყოს პარლამენტში, ყველა პარტია უნდა იყოს ის პარლამენტში, ვისაც ყავს თავისი ამორჩეველი. პლურალიზმი ქვია მაგას. კი ბატონო, მე უბრალოდ გეტყვით რომ თუ ვიღაცა თუ თქვენ ჩათვლით ოდესმე რომ მე ჩემ გამო და ჩემი გარეთ გამოსვლის გამო ისეთი ხელისუფლება მოვიდა, ვინც თქვენ ან ნებისმიერ ადამიანს დააზიანებს, მე თქვენი ნომერს გამოგართმევთ, თქვენს გამოვახდით, შევხვდეთ, ბოდიში მოგიხდეთ და გარეთ გამოვთ თქვენთან ერთად. თქვენი ბოდიში უშველის შედეგს? ვიშიმშილებ. თქვენი შიმშილი უშველის შედეგს? მე ჩემ პასუხისმგებლობას ავიღებ. დაკიდებენ ცალიფეხით როგორც 2007-ში და 8-ში. ჩემ პასუხისმგებლობა ხომ იქნება აღებული. მაპატიე და ქვეყანა, აი ნახეთ რა არის. თქვენი საქციელი ქვეყნის პასუხისმგებლობას არ უწონასწორებთ. ღმერთთან უკნას მოვიდნენ რევოლუციონერები, ნაცები იქნება თუ ვინც იქნება. რა სიტყვით მე რომ დავждები ახლა ვიშიმშილებო და რეპრესიები და მეორე დღესვე დაიწყება რუსეთთან ომი. პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის დონეზე შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ მე ისე გეუბნებით მაგას, რომ მე თქვენ გასაჭირში მარტო არ დაგხვდებით, თუ ჩემ გამო მოხდება რამე. ეს არის ჭეშმარიტი პატრიოტი ახალგაზრდის პოზიცია, მიხარია, ბოდიშით, მაგრამ ჩვენ რომ ვომობდით, იმიტომ არა რომ მე თქვენთან დისპუტი და თქვენი თაობა დამემცირებინა, პირიქით, ჩვენზე უკეთეს თაობა უნდა გამოხვიდეთ და ჩვენ უნდა გვაჯობოთ, მაგრამ შვილო, ნუ მოიმტროთ იმაზე თავს და კბილებს, რადგან ჩვენ მოვიმტრიეთ. ასე რომ ოცნება სწორი გზით მიდის. პროცესი მიყავს სწორი. მე ნახე რა არის, ოცნება იდეალურია მეთქე კლასიკური არ ვამბობ. საგარეო პოლიტიკაში ოცნებას პროცესები სწორი გზით მიყავს. მაგას შეგიძლიათ დიდ პატივისცემთ ხელს მაგით. რა თქმა უნდა, არ მეთანხმებით, მაგრამ იმას ხომ მეთანხმებით 5 წლის მე რო გაბწყინდება საქართველო. არა, მაგას არ გეთანხმებით, მაგრამ 5 წლის შემდეგ ნომერს რო გამოგართმევთ, აგერ დავსვეთ. ხო გინდათ რო გაბწყინდეს. ღვინოს მე მოვიტანა, რაც გიყვართ ლუც და თავრიგად თუ გაბწყინდე, ეკონომიკური ხაბი თუ იქნება, რა ვიცი. აი ჩემი ოპონენტის სახით, სპარინგის სახით აღმოვაჩინე სასიამოვნოდ ჩემთვის ის მოაზროვნე ახალგაზრდობა, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ის გამოცდილება აკლია, რაც უნდა გადაეცა მამების თაობას, ან აქცენტი გაეკეთებინა, მათ ეს კეთილი საწყისები, რაც გააჩნია და რაც წინა თაობის თუ მამების თაობის პრაქტიკიდან გამომდინარე სულ სხვა ქმედებებით მოვითხოვთ ჩვენ ამის რეალიზებას და არა იმ დესტრუქციასთან დგომას. აი ეს თუ გავაგებინეთ და თუნდაც ერთ პიროვნებას მე თუ მოვახერხე ამაზე დავაფიქრე ბატონი თამაზის სახით მოხარული ვარ. მოლოდინები ყველაფერი დაიმთხვა, დაახლოებით ვიცოდი რა აზრები ექნებოდა. ადრეც ვთქვი რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, საყვარელი ადამიანი, ოცნების ამორჩეველი, ამიტომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ. სირთულე რაც იყო ის რომ ასაკობრივი ცხოვრება იყო და ეგრე გამზარდეს ოჯახში რომ დიდ ძირითადად არ ვეწინააღმდეგები ხოლმე და იყო სირთულე რაღაცეებში, მაგრამ ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო, ძალიან დიდი პატივისცემა დამიგროვდა ამ 2 საათის განმავლობაში, ძალიან მცოდნე იყო.